ვცდილობთ გავცეთ პასუხი თუ რა მოხდა ეს იყო ორგანიზებული გარეძალის მიერ, შიგაძალის მიერ, ეს იყო სპონტანურად წარმოშობილი. მე ვიტყვი ყველაზე საშიშ ვარიანტს, რაც მე წარმომიდგენია. ყველაზე საშიში ვარიანტი ამ შესაძლო ვარიანტებიდან არის თუ ეს იყო გარეძალის მიერ ინსპირირებული ჩვენი შიდა უშიშროების სამსახურის ან უნიათობის ან და მისი გარკვეულ წევრთა რაღაც თანამშრომლობის ხელშეწყობითაც კი და ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავინახოთ რომ ეს კონკრეტულად ეს პრობლემა ჯერ არ დამთავრებულა ჯერ პასუხისგებაში მისაცემია ხალხი ჯერ კიდევ შეიძლება აგორდეს და აი აქ მართებს ხელისუფლებას სწორედ სამართლიანი ობიექტური და ეფექტური და სწრაფი გამოძიება და სამართლებრივი რეაგირება რომ არ იქნეს ეს ძალიან გავს მართლაც რუსულ ნარატივს ის მითითებები კუთხურობაზე და ასე შემდეგ ის სტილი საპროტესტო აქციის გამოხატვისა რაც აღინიშნა რომელიც არასოდეს არ გვინახავს საქართველოში აი ეს აგრესიულობა ხომ და ამიტომ მეტად დიდი სიფრთხილეა საჭირო ხელისუფლების ვალია აგვარიდოს ამ პროცესის კიდევ გაგრძელება ვიმეორებ ეს არ დამთავრებულა ჯერ კიდევ პასუხისგებაშია ხალხი და არ ვიცით როგორ გაგრძელდება დიდი მადლობა და ბატონ გოგო